მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან სოღრმის მადლობა იმის რომ გამოწერილეთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატა გეტყვით რომ პირად დიაგნოსტიკის შენამოწევთ პირად შეწყობინებაში მითებულ ნომერზე რომელსაც უთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ რაც შეეხება დღევანდელ გაშლას მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა რატომ ვერ დგას ნაბიჯს პარტნიორი რა არის მიზეზი იმის რომ ვერ დგავს ნაბიჯს. ნახოთ რა ურთიერთობაზეა საუბარი და მე ვნახოთ რატომ ვერ დგავს ნაბიჯს. რა ურთიერთობაა? მე ესე ვიტყოდი რომ აქ ურთიერთობა ეს არის ახალი ურთიერთობა, ახალი ურთიერთობა როგორ ხო? რაღაცა ურთიერთობა სადაც კავშირი არ შეწყვეტილა, არ გაწყვეტილა, უბრალოდ შეიძლება რაღაც პატარა შეფერხების მომენტი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ურთიერთობა საკმაოდ ისეთი კარმულიც არის, ხო? შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი გაიცანით რაღაცა ისეთ პერიოდში, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდათ, ან სჭირდებოდით, ხო? რაღაცა ისეთი მდგომარეობა, როდესაც ორი ადამიანის კავშირი შემთხვევით მოხდა, მაგრამ თლაც შემთხვევით არ არის, ხო? რაღაცა ესე რო აღვიქვათ. ურთიერთობა არის აქტიური, ურთიერთობაში ორივე არის თანაბრად ჩართული, ესე ვიტყოდი. და ესე წასული და დაანგრეული ურთიერთობა ნამდვილად არ არის, ხო? შესაძლებელი ერთი ის მომენტიც იყოს, რომ უბრალოდ ურთიერთობაში დადგა პერიოდი, რაღაცა გადაწყვეტილებები მივიღოთ, ეს გადაწყვეტილებებიც არის ის მომენტი, რომ ვთქვათ რაღაცა პერიოდი, როდესაც ვართ ერთად რაღაცა თვეები თუ რაღაც ესე ვთქვათ წელიწადი, შესაბამისად მე რაღაცა ცვლილება უნდა მოხდეს, ხო? სადღაც უნდა წავიდეს ურთიერთობა, რაღაცა ფორმა უნდა მიეცეს ურთიერთობას, მოკლედ ჩემი თავი არ გაცდის. ასე რომ ეს არის ზუსტად ის მომენტი, ბოდიშით ერთი წუთით. ბოდიშით ცოტა იმედია, ცოტა ხანი დაგვაცდის ჩემი ცუგო. ასე რომ ნოდით ახლა ვნახოთ. გასაგებია რომ ურთიერთობა არ არის დასრულებული, არ არის წასული, უბრალოდ ეს არის ურთიერთობა, სადაც რაღაცნაირად და გავერკვიოთ, გადავიდეთ რაღაცა სხვა საფეხურს. რატომ ვერ იღებს ეს ადამიანი გადაწყვეტილებას თქვენთან მიმართებაში? ხო გონებთ ძალიან ისეთი კარმული ურთიერთობაა. რატო ვერ იღებს გადაწყვეტილებას? მოდით ესე ვთქვათ. ამ ადამიანს აქვს ესეთი მომენტი, რომელსაც ქვია ოჯახი. ხო, ეს არის ერთის მხრივ შეიძლება კონკრეტულად იცით, რომ მესამე პირები ნამდვილად არსებობენ და ყავს, ვთქვათ, მეუღლე, ხო, ქალბატონი, ვთქვათ, დაოჯახებულია, ქალბატონს მეუღლე ყავს, მამაკაც მეუღლე, ხო, ცოლი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა სიტუაციურად შეიძლება გქონდეთ მათ რაღაც კრიზისული პერიოდი ან რაღაცა მსგავსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ უნდოდეს რომელიმე მხარეს დასრულება. ნახეთ, რატომ ვერ დგავს ადამიანი? ერთი არის ეს მომენტი, როდესაც ადამიანს ყავს კონკრეტულად თავისი ოჯახი, თავისი მეუღლე, შვილები, პასუხისმგებლობები და ასე შემდეგ. ხო, ეს არის მდგომარეობა ამ კუთხით. მეორეს მხრივ ეს არის მისი ოჯახი. ნახეთ, მისი ოჯახი, ხო, ანუ დედა, მამა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი და ასე შემდეგ, ხო? როდესაც ადამიანი, თქვათ, არის თქვენს ურთიერთობაში ცოტა ისეთი სიტუაციები, ძალიან ხშირია ხოლმე მსგავსი მომენტები, როდესაც, თქვათ, ქალბატონს ყავს შვილები, ან ქალბატონს ყავს აქვს რაღაცა ესეთი ცოტა რთული პერიოდები და ცოტა მიუღებელი, ხო, რაღაცა განათხოვარია, შვილები ყავს, რაღაცა თქვა შეიძლება რელიგიური მომენტიც იყოს, ხო? ან უბრალოდ, რა ვიცი, თმის ფერით არ მოსწონდეთ ადამიანებს. არის სამწუხაროდ ჩვენ და საქართველოში განსაკუთრებით ესეთი მომენტები, ხო? რაღაცა დედას არ მოსწონს, რაღაცა უნდა ცისფერთვალება ქერათმიანი, ან პირიქით, ხო? თუ ცისფერთვალება ქერათმიანი, ხო, ჩავგრემანი ყავისფერი თვალებით. აი, ნახეთ, აქ არის რატო ვერ დგავს ადამიანი ნაბიჯს? ეს არის მიზეზი, ამ გადაუდგმელი ნაბიჯების მიზეზი არის ოჯახი.
ოჯახური მდგომარეობა. ნუ ყველამ საჯაროა გაშლა და ეხლა ყველამ კარგად ვიცით ვის რა პრობლემა აქვს, ხო? ეხლა თუ კონკრეტულად იცით რომ მას ყავს მეუღლე და შვილები, რა თქმა უნდა, ეს იგულისხმება, მაგრამ თუ ადამიანს არ ყავს ოჯახი და შვილები, ეს არის მდგომარეობა, როდესაც მის მშობლებს არ მოსწონს რაღაცა სიტუაცია, ან ვიღაცა არ არის, ხო? აი მესამე პირების მდგომარეობა, მაგრამ განსაკუთრებული კუთხე უჭირავს აქ ოჯახურ მდგომარეობას. ხო, აი მესამე პირების მდგომარეობა. რატო ვერ დგავს? იმიტომ რომ ვერ ხედავს იმ მდგომარეობას, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დაალაგოს, ხო? ადამიანისთვის ცოტა არ იყოს და რთულია ბრძოლა ამ ურთიერთობის. ნუ შეიძლება უბრალოდ არც უნდოდეს, ხო? ხა ბრძოლა არ არის ყველასთვის მარტივი მდგომარეობა. რატომ ვერ ახერხებს? ნახეთ, რატო ვერ დგავს ნაბიჯს. ეს არის მომენტი, როდესაც ერთის მხრივ ოჯახური მდგომარეობაა, მეორეს მხრივ ეს შეიძლება იყოს ადამიანისთვის პლუს მაგას მატერიალური კუთხეც. ნახეთ, როგორი მომენტი არის. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ძალიან ესე თავისუფლად დგავს ნაბიჯს, ერთ მხარეს ყავს თავისი ოფიციალური ცოლ-შვილი, ოჯახი, ქმარ-შვილი და მეორეს მხრივ ყავს ურთიერთობა, რომელსაც ასევე პარალელურ რეჟიმში ძალიან მარტივად თქვათ ართმევს თავს. აქ ადამიანისთვის ამ ყველაფრისთვის თავის გართმევა ნამდვილად არ იქნება მარტივი. ხო, ნუ შესაძლებელია აქ ის მომენტიც იყოს, რომ უბრალოდ თქვენ თვითონაც არ გინდოდეთ მესამე პირად ყოფნა, ხო? თუ უნდა თქვენთან, მოდი იყოს თქვენთან, თუ უნდა იქ, მოდი იყოს იქ. შესაბამისად აქ უკვე ესეთი მომენტი არის. მიზეზები რაც შეეხება კიდევ რატო ვერ დგავს ეს ადამიანი ნაბიჯს, იმიტომ რომ არის ნახეთ, ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ ნუ ვიღაცისთვის შეიძლება ეს მომენტიც იყოს, მოდით ესე ვთქვათ, ადამიანი რეალური ცხოვრება არ იცოდეთ, ხო? ანუ მას ყავდეს მეუღლე, ქონდეს ოფიციალური ფორმა ურთიერთობის, ნუ რაღაცა კრიზისული პერიოდი შეიძლება ქონდეს, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის. კრიზისულ პერიოდში ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, ის დაშორებული არის თავის მეუღლეს. ეს არის უბრალოდ მომენტი, როდესაც რაღაცას ვარკვევთ, რაღაცასში ვართ გაჭედილები ურთიერთობაში, არის რაღაცა კრიზისი, მაგრამ დაალაგებადია, ხო? ანუ გაშვება არ გვინდა ერთმანეთის, უბრალოდ რაღაცა დროებითი მომენტი გვაქვს, რომ ვთქვათ, ცალ-ცალკე ბინაში ვცხოვრობთ, ან ცალ-ცალკე რაღაცა სიტუაციაში ვართ და უბრალოდ ველოდებით მომენტს და დროს იმისთვის, რომ დავალაგოთ ყველაფერი. ხო, აი აქ ადამიანი მე ესე ვიტყოდი, რომ აქ რაღაცებს ნამდვილად იტყუება კიდევაც. ხო, ადამიანი არ უყურებს იმას, რომ თქვათ, შეიძლება აქ თქვენ ძალიან ცუდად იგრძნოთ თავი, აქ თქვენ ძალიან მძიმედ იგრძნოთ თავი. რატო? იმიტომ რომ ნახეთ, კიდე ერთი მომენტი ის არის აქ, რომ რატო ვერ იღებს გადაწყვეტილებას ამ ადამიანისთვის ესე გადაწყვეტილების მიღება საერთოდ რთული საკითხია, მოდით ესე ვთქვათ. რთული საკითხი რატო? იმიტომ რომ ადამიანი არის როგორც იცით, აი სამწუხაროდ არიან ესეთი კატეგორია ადამიანების, რომლებსაც ვთქვათ ორმაგი ცხოვრება, აი წაღანაც ვთქვი, რომ ორმაგი ცხოვრება ძალიან მოსწონთ და მზად არიან, რომ ამ ორმაგ ცხოვრებას გაუძლონ, ჩვეულებრივად გაართვან თავი და ასე შემდეგ, ხო? აი ზუსტადაც იმიტომ ვერ იღებს აქ გადაწყვეტილებას ადამიანი და ვერ დგავს ნაბიჯს თქვენსკენ, იმიტომ რომ ამ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ემოციური მომენტი აქვს და არაფერი ისეთი კონკრეტული რაღაცა მდგომარეობა, სიყვარულის მდგომარეობა. ნახეთ რა მომენტი არის. აქ ადამიანისთვის, ესე ვთქვათ, ნახეთ, არის ესეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანი აი ამ კრიზისულ პერიოდშია და ეძებს რაღაცა განტვირთვის მდგომარეობას. ნახეთ, გითხარით, რომ აქ თქვენ უბრალოდ არც ხართ შეხვედრილები, სავსებით შესაძლებელია თქვენ რაღაცა ამ ადამიანის ცხოვრებაში გამოჩნდეთ ისეთ რთულ პერიოდში, რომ თქვენგან დახმარება სჭირდებოდა, თქვენგან ამ ადამიანმა მიიღო რესურსი, ხო? ეს არ არის რესურსი მარტო მატერიალური, ეს არის რესურსი ემოციური, ეს არის რესურსი ფიზიკური, ეს არის რაღაცა ამ ადამიანს, თუნდაც შეიძლება წასასვლელი არ ქონდეთ და თქვენთან აცხოვრებთ, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ ურთიერთობა არის ცოტა ესეთი, აი შეიძლება თქვენც გჭირდებოდათ რაღაცა მომენტში ცოტა გეგრძნოთ თავი, ან უბრალოდ მაპატიეთ რომ ამას ვამბობ, მაგრამ უბრალოდ ძალიან
ილუზიებში ცხოვრობთ და ოდესღაც ვიღაცას უნდა დაენგრია ეს ილუზიები, რომ ეთქვა, რომ არ არის ესე სამყარო მოწყობილი, როგორც ვარდისფერი სათვალე, ცოტა ხანი მაინც მოიხსენი და შეხედე რეალობას და ზუსტად ეს ადამიანი თქვენთვის აღმოჩნდა ის გაკვეთილი, რომ თქვენ რეალობა დაგენახათ, ხო, თქვენ შეგემჩნიათ თქვენს გარშემო, ანუ აღარ გამოაყენებინოთ თავი, თქვათ ვიღაცას, არ მისცეთ იმის საშუალება, რომ ვიღაცამ მოითბოს თქვენი კეთილგანწყობით ხელი და ასე შემდეგ. აი აქ მიზეზი არის ეს, რომ ამ ადამიანს ან ყავს ოფიციალური ოჯახი, თქვა და ეს არ იცით თქვენ და კარგად გაერკვიეთ რა ხდება მის ზურგს უკან, რას გიმალოთ და რას არ ამბობს ბოლომდე, მეორეს მხრივ, ვიცით და აქ ოფიციალური ფორმაა და უბრალოდ ადამიანი რაღაცა პერიოდია ცოტა ხანი დაშორებულია შეიძლება და კვლავ იქ აპირებს დაბრუნებას და აქედან გამომდინარე არ იღებს გადაწყვეტილებას და მესამე ვარიანტი ეს არის ის მომენტი, როდესაც ვიღაცისთვის შეიძლება ეს არის კონკრეტულად მშობლების მდგომარეობა, როდესაც მიუღებელია, ხო, ახლა როდესაც თქვათ რას ვიზავთ, არის ეს მომენტი, რომ რაღაცა შვილებიანი, განათხოვარი, თქვათ, ან უკვე თუნდაც ქალბატონი, თუნდაც მამაკაცი რაღაცა მიუღებელი არის ოჯახისთვის, ხო? არის ეს მომენტი. და პლუს მაგას ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც მომენტში იყოს ესეთი რელიგიური მომენტიც და თქვათ რთულია, ხო, ახლა მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობა ბევრი ყოფილა, მაგრამ ყველა არ დგავს ამ ნაპირს, ხო, უბრალოდ ყველა არ იღებს თქვათ მუსულმანობას, ან ყველა არ არის მზად, რომ გახდეს ქრისტიანი. ამიტომ ცოტა ესეთი მომენტი არის აქ და აი ამას მიაკეთეთ. აი ეს არის მიზეზი, რატომ ვერ დგავს ეს ადამიანი ნაბიჯს, რატომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას თქვენსკენ, რატომ ვერ ცვლის სხვა საფეხურზე, რატომ ვერ გადაყავს ურთიერთობა. იმიტომ რომ ხელი შემშლელი ფაქტორები არის აი ესეთი. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა ეს სიტუაცია, მე გისურვებთ ბედნიერება, სწორი ადამიანის ყოლოს თქვენთვის და თქვენს გვერდზე და პირადი დიაგნოსტიკისთვის კი იცით უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში, იმისთვის რომ ბევრად უფრო კარგად გაერკვეთ თქვენს შემთხვევაში კონკრეტულად ნამდვილი სწორი მდგომარეობა რა არის, რატო ვერ ხერხდება ნაბიჯების გადადგმა და რაღაცა ურთიერთობის დაალაგება. მოკლედ დროებით გემშვიდობებით.